გაფანტული სკლეროზი ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის არაპროგნოზირებადი დაავადება. ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემა მოიცავს ტვინს, ზურგის ტვინსა და მხედველობის ნერვებს. ეს ერთობლიობა აკონტროლებს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ. გაფანტული სკლეროზი ავტოიმუნური დაავადებაა, როცა ჩვენი იმუნური სისტემა შეცდომით ჩვენივე მიელინის უჯრედებს ანადგურებს. მიელინი ერთგვარი დამცავი უჯრედებია, რომლებიც ერთდროულად აკავშირებს ერთმანეთთან და იცავს კიდევაც ნერვულ დაბოლოებებს. გაფანტული სკლეროზის მართვა ეს იქნება თემა, რაზეც დღეს ვისაუბრებთ ნიუ ჰოსპიტალსის რუბრიკაში. სტუდიაში შემოგვიერთდა ნევროლოგი ხათუნა სიჭინავა. მოგესალმებით. ხათუნა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მე ერთგვარად შევეხე ამ თემას, მაგრამ თქვენ უფრო კარგად აგვიხსნით, რას ნიშნავს გაფანტული სკლეროზი, მისი სახელიდან გამომდინარე, ცოტა სხვანაირი ინტერპრეტაცია არის ხოლმე. ამ დაავადების, თუმცა რეალურად ის რას ეხება და რა შედეგს აძლევს ადამიანს. გაფანტული სკლეროზი ეს არის ნერვული სისტემის, კერძოდ მისი ბოჭკოების გარსის, მიელინის გარსის დაზიანებით მიმდინარე დაავადება. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ ეს დაზიანება ვითარდება ავტოიმუნური პროცესის შედეგად. როდესაც ადამიანის ორგანიზმი საკუთარ ცილას აღიქმებს როგორც უცხო სხეულს და მის მიმართ გამომიმუშავებს ანტისხეულებს. ამის შედეგად ვითარდება მიელინის გარსის დაზიანება, ამ პროცესს ეწოდება დემიელინიზაცია და გაფანტულ სკლეროზს მადემიელინიზირებელი დაავადება. ეხლა რატომ ქვია ესეთი დაავადება გაფანტული? ნერვული სისტემის ბოჭკოები მთელს ნერვულ სისტემას, თავის ზურგის ტვინს, პერიფერიულ ნერვებს მოიცავს და დაზიანება შეიძლება რამდენიმე უბანში ერთდროულად ან ცალკეულ უბანში არსებობდეს. აი ეს რამდენიმე უბანში ერთდროულად არსებობა და დროში ესე იგი დასაწყისის და განვითარების მიხედვით განფენილობა განსაზღვრავს მის სახელს. ამიტომაც ქვია მას გაფანტული. ანუ რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ რაც პროცესები თქვენ რაც აღწერეთ, რაც იწვევს ავტოიმუნური განწყობა ხო ორგანიზმის, რა შეიძლება ჩაითვალოს ამის განმაპირობებლად, რა შეიძლება ჩაითვალოს გამომწვევ მიზეზად, თუ შეგვიძლია გარკვეული რაღაცა სახის ინფორმაციაზე. გამომწვევი ესეთი მიზეზის თქმა ძნელია, თუმცა არსებობს ბევრი რისკ ფაქტორი, რომელმაც შეიძლება განაპირობოს ამ დაავადების განვითარება. რისკ ფაქტორები არის სქესი, ასაკი, გარემო პირობები და ბევრი სხვა. აი, სქესი თქვით და რომელი სქესი? ქალების შემთხვევაში 2-3 უფრო ხშირია ავადობა გაფანტული. და სამწუხაროდ ეს რისკ ფაქტორები იგივე ასაკი, სამწუხაროდ იწევს და იწევს ქვემოთ ჩვენ ცხოვრებიდან გამომდინარე ყველა დაავადებაში ესეა, როგორ ხდება თქვა გაფანტული სკლეროზის შემთხვევაში ასაკობრივი ჯგუფი 20-დან 40 წლამდე ესეთი უფრო ახალგაზრდა ჯგუფს მოიცავს, თუმცა შეიძლება 20 წლამდე ასაკშიც და 40-დან 60 წლამდე ასაკშიც იყოს. მოდით აი ალბათ ხო, აი თუნდაც საწყისი სიმპტომები, ყველა საეჭვო სიმპტომი, რამაც უნდა მოქცეს ერთგვარი მითითება, რომ ეს რაღაც და რამდენად მნიშვნელოვანი ადრეულ ეტაპზე დაავადების გამოვლენა. იმის დამიხედვით, თუ ეს დემიელინიზაცია ნერვული სისტემის რა უბანზე მოხდა, შესაბამისად გაფანტული სკლეროზის კლინიკა შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი. შეიძლება მოიცავდეს ერთ რომელიმე სიმპტომს ან ბევრი სიმპტომის ერთობლიობას. მაგალითად, შეიძლება იყოს სხეულის ერთ ნაწილში სისუსტის გამოვლინებით, დაბუჟების გამოვლინებით, სიარულის გაძნელებით, მხედველობის დაქვეითებით ან მოსპობით ერთ თვალში, შეიძლება ორივეშიც, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით, შეიძლება საგნების გამოსახულების გაურებით, მეტყველების გაძნელებით, შარდვისა და ნაწლავების ფუნქციის მოშლით. მოკლედ, ნერვული სისტემის დაზიანების უბნის მიხედვით ყველა ნევროლოგიური სიმპტომი შეიძლება სხვა დაავადებასაც ახასიათებდეს და დააბნიოს. ანუ რა შეიძლება იყოს ამ დროს განსაზღვრელი? თან ახალგაზრდა ადამიანისთვის ხო ამ ასაკში ხშირად მსგავს სიმპტომებს უგულებელ ყოფთ ხოლმე. რა დროს მივდივართ ექიმთან? რა იქნება ის წითელი შუქი ასეთ დროს? ექიმთან მივდივართ ნებისმიერი ამ სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში. რომელიც არის ხანგრძლივად? თუ შეიძლება იყოს და გაიაროს სიმპტომა, აი ამ კუთხით რა ახასიათებს? შეიძლება ამ დაავადებას
ფორმა ერთ-ერთი არის რეციდიულ-რემისიული ფორმა, რომელსაც სწორედ ასეთი ახასიათებს სიმპტომატიკა განვითარების, გამწვავების და შემდეგ უკუ განვითარების სრული რემისიაც კი შეიძლება მიიღოთ ამ დაავადების დროს. ეხლა ვერ ვიტყვი, რომ მაინც და მაინც პირველივე დღეს აღმოჩენა ამ სიმპტომის გამოიწვევს მისი მკურნალობის რაღაც განსაკუთრებულობას, ეს ასე არ არის, მაგრამ ნებისმიერი ამ სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში ექიმს უნდა მივმართო დროულად, რომ დაისვას დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა ჩატარდეს. დიაგნოსტირებას რაც შეეხება, რას მოიცავს გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტირება და ამ კუთხით ნიუ ჰოსპიტალსი რას თავაზობს პაციენტებს? გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტირება პირველ რიგში მოიცავს აი ამ დემიელინიზაციის კერების აღმოჩენას, რომელსაც ჭირდება ნეიროვიზუალური კვლევები, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია და შესაბამისი დემიელინიზაციური კერის აღმოჩენა. მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის უახლოესი აპარატურით აღჭურვილია ნიუ ჰოსპიტალსი, ასე რომ ამ კვლევის ჩატარება შესაძლებელია. გარდა ამისა, დიაგნოსტიკა მოიცავს თავზურტვინის სითხის გამოკვლევას და კვლევის სხვა მეთოდებს, რომელიც სრულად ხელმისაწვდომია ჩვენს კლინიკაში. რას მოიცავს უკვე მკურნალობა და რაზე არის შედეგი დამოკიდებული? რა არის აქ მნიშვნელოვანი, რომ იმართოს დაავადება, განმკურნება რამდენად შესაძლებელია და თუ არ არის ეს შესაძლებელი, თქვათ მართვას რა როლია? ეს დაავადება არ არის სრულად განკურნებადი დაავადება, მაგრამ თანამედროვე პირობებში არსებობს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც ამ დაავადების მართვის საშუალებას გვაძლევს. რას ნიშნავს მართვა, ესეც ავხსნათ ხო, რა შედეგს იღებს ადამიანი? მართვა ნიშნავს, რომ რაც შეიძლება იშვიათი გამწვავება გქონდეს და პროგრესირება შემცირდეს შეძლებისდაგვარად და გამწვავების ხანგრძლივობაც რაც შეიძლება შემოკლდეს. ნუ გამწვავებას თავისი მკურნალობა აქვს, ამ შემთხვევაში ჰორმონული მკურნალობა გამოიყენება, ხოლო რემისიის პერიოდში არსებობს აი რემისიების რაოდენობის შემამცირებელი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. თუ არ მოხდება დროული ჩარევა, თუ არ მოხდება სწორი მართვა, რა შედეგამდე შეიძლება მივიდეთ და რა სახის გართულებები შეიძლება ახასიათებდეს გაფანტულ? გართულებებზე ვილაპარაკებთ, გართულება ეს არის ის ინვალიდიზაცია და ის შეუქცევადი პროცესები, რაც მიიღება ამ დაავადების არსებობის შემთხვევაში. შეიძლება დარჩეს, ვთქვათ, ქვემო კიდურების დაღმბლა ან მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა, მოძრაობის კოორდინაციის გაძნელება. აი, რაც ვთქვით, რა სიმპტომატიკაც ახასიათებს მის დებიუტს, ეს შეიძლება დარჩეს და რემისია ვერ იქნეს მიღწეული. დაავადების გამწვავების დრო მკურნალობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ როგორც ლიტერატურით ცნობილია, ნამკურნალები გამწვავება პროგნოზულად უკეთესია იმ შემთხვევაში. შეიძლება რემისია თავისთავადაც მოხდეს მკურნალობის გარეშე, მოხდეს რემისია, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ ჩატარებული მკურნალობის ფონზე შორეული პროგნოზი უკეთესია. თქვენ ნაწილობრივ შეეხეთ, მაგრამ მაინც კითხავთ მეთოდებზე, ხო? მკურნალობის მეთოდებზე, რასაც ნიუ ჰოსპიტალსის თავაზობს კლიენტებს ამ კუთხით, რა უნდა პაციენტებს, რა უნდა იცოდნენ მათ, ანუ რა სახის მეთოდები არსებობს გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ჰორმონოთერაპია, რომელიც სრულიად ხელმისაწვდომია ჩვენს კლინიკაში და აგრეთვე, ასე იგი, რემისიის პერიოდში ჩატარებული მკურნალობის მეთოდები, შესაბამისი მედიკამენტების ინტრავენური ინფუზიები, ესეც სრულიად ხელმისაწვდომია ჩვენს კლინიკაში. როგორი გვაქვს სტატისტიკა? საქართველოს სტატისტიკა ისე ცალკე მესმის არ კეთდება ამაზე კვლევები და არ გვაქვს, მაგრამ მსოფლიოს სტატისტიკა როგორია და ვთქვათ თანამედროვე ცხოვრებას რამდენად ახასიათებს ის, რომ უფრო მეტი პაციენტი არის, ვისაც აქვს ეს პრობლემა. იცით, თამაში ალბათ გარკვეული როლი დიაგნოსტიკის მეთოდების და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაშიაც არის, ვინაიდან ძველად ალბათ ნაკლები იყო ხელმისაწვდომობა ამ კვლევებისა, რომელიც ტარდება ამ დაავადების დროს და შესაბამისად დიაგნოსტირებაც ნაკლები იყო, თუმცა ამის მიუხედავად მაინც არის რასაკვირველია გარკვეული მატების ტენდენცია, მათ შორის საქართველოში. სამწუხაროდ ხო. რა იქნება რეკომენდაციები? ვთქვათ, ვინ უნდა იყოს განსაკუთრებით ყურადღების ქვეშ, რისკ ფაქტორებს კი შევეხეთ რისკ ჯგუფებს, მაგრამ მაინც ვთქვათ, იგივე მემკვიდრეულ განწყობას რა როლი აქვს? ან ადამიანი, ვისაც სხვა აუტოიმუნური დაავადება აქვს, მისთვის არის თუ არა უფრო მეტი ყურადღება? დიახ, გარკვეულ განწყობას განაპირობებს ეს აუტოიმუნური სხვა დარღვევების პაციენტებში, ვინაიდან აუტოიმუნური პროცესი საერთო პროცესია პრინციპში და როდესაც ერთი პათოლოგია არსებობს აუტოიმუნური სხვა პათოლოგიის განვითარების
რისკი შედარებით მაღალია. ესეთი ვთქვათ, აუტოიმუნური თირეოიდიტი, ფსორიაზი ან სხვა ესეთი აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც შედარებით მაღალია განვითარების რისკი. ასევე ოჯახური ანამნეზი, როდესაც არსებობს ამ შემთხვევაში, ქალები, წეველები, ჭარბიწონა, ეს ყველაფერი გარკვეულწილად ალბათ რეკომენდაციების ეს იქნება, ხო? ცხოვრების წესს რა მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ მეტნაკლებად ვიყოთ დაცული სხვა დაავადებებისგან და ამ შემთხვევაში გაფანტული სკლეროზისგან. ჯანსაღი ცხოვრების წესი, პროფილაქტიკური კონტაქტი ოჯახის ექიმთან და რა ვიცი, ამაღლება განათლების. ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. სტუმრობისთვის და საჭირო რეკომენდაციებისთვის დაგემშვიდობებით.